დღეს ჩვენ აღნიშნავთ ისტორიულ მოვლენას, დასრულდა საქართველოს რკინიგზის მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტი. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული განახლება. ეს არის კაფეო პოლიტიკური და სტრატეგიული არჩევანი, რომელიც საქართველოს გააკეთა საკუთარი მომავლის, ეკონომიკური სიძლიერისა და გლობალურ პროცესებში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. 1972 წელს დაფუძნებული ქართული რკინიგზა დღეს 153 წლის შემდეგ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ეტაპზე, რომელიც პასუხობს 21 საუკუნის გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სტანდარტებს და გლობალური ვაჭრობის ახალ რეალობას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები. აშენდა ახალი ხიდები და გვირაბები, ასე მეტი საინჟინრო ნაგებობა, დაიგო დაახლოებით 100 კილომეტრი ახალი ნიადაგი და დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების სისტემები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია, რაც თანამედროვე საქართველოს სატრანსპორტო სექტორში განხორციელებულა. ჩვენი ხელისუფლების ამოცანაა შუა დერეფანის საბოლოოდ იქცეს ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიან კორიდორად რეგიონში. და მოხარული ვარ, რომ დღევანდელ დღეს ერთად აღნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის ისტორიული პროექტის საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულებას. რკინიგზა ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის უნიშნელოვანესი საყრდენია და ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის შემდგომი განვითარება. პროექტის ფარგლებში აშენდა 10 ახალი ხიდი, 6 გვირაბი, 3 სადგური და სხვა მრავალი საკვანძო ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უზრუნველყოფს გამტარუნარიანობის ზრდას, ამცირებს ქვეყნის გადაკვეთის დროს და აიოლებს გადამზიდავთა საქმეს, რაც საიმედოობას ზენს ჩვენს დერეფანს. შედეგად საქართველოს განაგრძობს იყოს სანდო პარტნიორი და მთავარი დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის. 2026 წელი იქნება გამორჩეულად მნიშვნელოვანი წელი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავიწყებთ აქტიურ ფაზაში ანაკრის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო პროექტს დავასრულებთ და ოპერირებაში გავუშვებთ. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ქვიშხეთის გვირაბის შესასვლელ პორტალთან. ეს გვირაბი არის 8300 მეტრის სიგრძის, ეს არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი და გრძელი გვირაბი. ჩვენ ავაშენეთ აღნიშნულ პროექტზე დაახლოებით იმ ხელამოცულობის სამუშაოები, როდესაც ეს რეგიონში შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო პროექტი. ჩვენ ავაშენეთ 6 გვირაბი, ავაშენეთ 10 ხიდი, ავაშენეთ სადგურები, ქვესადგურები და ავაგეთ 90 კილომეტრამდე ახალი ლიანდაგი. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობთ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ და უფრო მეტად ეფექტური გავხადოთ საქართველოს რკინიგზა და უპასუხეთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ასევე ჩვენ გავაუმჯობესეთ სატვირთო მატარებლების ოპერირება, გავზარდეთ დატვირთვის წონები, მისი სიგრძეები, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ტვირთების გატარების მაჩვენებლებს, როგორც დროში, ასევე ეფექტიანობის ნაწილში. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვიწყებთ ასევე ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს რკინიგზას ანაკლის პორტთან. მოცემული პროექტი იქნება კიდევ ერთი დამატებითი ინფრასტრუქტურა, რომელიც სრულიად ახალ სიმძლავრეებს და შესაძლებლობებს გაუჩენს ჩვენ ქვეყანას. ასევე გააძლიერებს მის სატრანსპორტო პოტენციალს.